საგანმანათლებლო ტელეკომპანია TV12 განაგრძობს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში და დღეს როგორც ყოველთვის ჩვენს ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა ჟურნალისტის დღიურები. მე ჟურნალისტი ჯემალ მიგრელიძე გახლავართ და მინდა გაცნობოთ და გითხრათ რომ ჩვენ კვლავ საარჩევნო რეჟიმში მუშაობთ. ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები და გეტყვით რომ ქობულეთში პარტია ლელო და გახარია საქართველოსთვის ერთობლივი კანდიდატი გახლავთ პაატა ცივაძე და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს 51 ნომერი გახლავთ ბატონი ირაკლი ცეცხლაძე. ბრძოლა არის უსამართლო, მაგრამ მე პირადად მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში მაქვს გატარებული და მირჩევნია ბრძოლაში ვიყო, ვიდრე უბრძოლველად დავნებდე. პაატა ცივაძე დაიბადა 1971 წლის 3 ოქტომბერს. განათლება 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგიის სპეციალობით. 1994 წელს სწავლა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ინსტიტუტში, სადაც დაასრულა უმაღლესი საბაჟო კურსები. 1996 წელს ეგვიპტეში, კაიროს პოლიციის აკადემიაში წარმატებით გაიარა ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებისა და საშუალებათა კურსები. 2000 წელს გაიარა სწავლება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს FBI-ს ევროპის აკადემიაში თემაზე ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. 2021 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტ სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. სამუშაო გამოცდილება 1993 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თბილისის აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსის თანამდებობაზე. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 1997-2004 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელად. 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის საიდუმლო საქმის წარმოების სამმართველოს. 2007-2010 წლებში იყო უცხოური კომპანია N-Formas ექსკლუზიური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. 2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა მულტიფუნქციური დასასვენებელი კომპლექსის წყალტუბო პლაზას მშენებლობას. 2015-2017 წლებში იყო კომპანია Corsar World Georgia's თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 2017-20 წლებში იყო საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. არის სახალხო მოძრაობა იყავი აქტიური საქართველოს დამფუძნებელი და არაერთი სპორტული და შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზატორი. 2010 წლიდან არის პოლიტიკური პარტია ლელოს წევრი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი ყრიდა ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატად ლელოს სახელით. ჰყავს 3 შვილი და 3 შვილიშვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოუწოდო ჩემს ოპონენტს ქართული ოცნებიდან ირაკლი ცეცხლაძეს, ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არაერთხელ სოციალურ ქსელებით მოგიწოდეთ, იმიტომ რომ სხვა ტელევიზიები ჩემთვის დახურული არის. ამიტომ მოგიწოდებთ რომ გამოიჩინეთ გამბედაობა, ვაჟკაცობა და ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ არც ერთ არჩევნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები არ ხდებიან პირდაპირ საჯარო დებატებში თავის ოპონენტებთან. მოდი ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ და თქვენი ყავით ამის მაგალითი, რომ ეს პრეცედენტი დაუშვათ და გაბედოთ ოპონენტთან პირდაპირ დებატებში დასხდომა. დებატებში მონაწილეობის მიღებას მარტო გამბედაობა არ ჭირდება. ამას უნდა მომზადება პირველ რიგში. ამას უნდა ადამიანი გამოირჩეოდეს თავისი ინდივიდუალიზმით, თავისი გამოცდილება უნდა ქონდეს ცხოვრებისეული და იმხელა განათლება და ხედვები უნდა ქონდეს, რომ პირველ რიგში ამხელა მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მერი, უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი. არ უნდა იყოს ამოფარებული, ასე ვთქვათ, ძლიერ პოლიტიკურ გუნდს. თვითონ უნდა იყოს ძლიერი, თვითონ უნდა იყოს ლიდერი და ესეთი ადამიანები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას, აშენებენ. მე ალალად გულწრფელად გული მტკივა ამაზე, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ამხელა ტრადიციების და ამხელა ისტორიის ქალაქს არ ყავს გამოჩენილი, აი ბოლო რამოდენიმე ათეული წელი არ ყავს ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით დაატყო
ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას, ანუ მისი ხელწერით, მის მიერ რაღაცით გაკეთებული. ეხლა ჩვენ აგერ ვიმყოფებით ბულვარში, ხო, რომელიც ახალი გაკეთებულია და ძალიან კარგია, რაზეა საუბარი, მაგრამ მთელი ბულვარის ხანგრძლივობაზე ერთი საპირფარეშო და ერთი საშხაპე და ერთი გასახდელი არ არის. აი წარმოიდგინეთ, ეს მთავრობა 13 წელი ქობულეთს გარდა ტურისტული ორთვიანი სეზონისა სხვას ვერაფერს ვერ პირდება და ამ სეზონის მიუხედავად, აი ამ დაპირების მიუხედავად, ბულვარში ცენტრალურ აი ამ სანაპირო ზოლზე ერთი საშხაპე, ერთი საპირფარეშო და ერთი გასახდელი არ არის. ხო, ამას უნდა ცოდნა პირველ რიგში, რომ იმით უნდა დაიწყო და ნელ-ნელა ეს ყველაფერი უნდა გააკეთებდეს, მაგრამ რა თემა არის? არ აკეთებენ სხვას არაფერს, იმიტომ რომ ამაში დიდი ფული იშოვება, ხო? ამაში თქვა სიმართლე. ტენდერებით ადმინისტრაციული შენობა, მერიის ადმინისტრაციული შენობა გამოიყენება რისთვის? ტენდერებისთვის, დანაშაულებრივი გარიგებისთვის, ეგ შენობა არის მხოლოდ ფულის შოვნის ცეხი. მეტი არაფერი და გარედან რო შეხედო ამ შენობას გული მოგიკვდება და როგორ არაფიქრებთ ქობულეთელებს ეს ამბავი რომ ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის ფასადი არის ჩამონგრეული, ჩამორეცხილი. ადამიანები ამ შენობას ვერ უვლიან, იმიტომ რომ არ აინტერესებთ, მაგათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი ფუფუნება, პირადი გამდიდრება, თავისი ოჯახების და თავისი ნათესავების, ასე ვთქვათ, ნეპოტიზმით ჩართვა ამ და ქვეყნის ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სათავისოდ გამოყენება, თორე ის მომენტი, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც შია, რომელსაც ცივა ზამთარში, რომელსაც სტიქია ღმერთმა დაიფაროს და სტიქია მოდის, ჭერი ენგრევა და ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომელიც უნდა იყავდეს ყველა მუნიციპალიტეტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტს არ აქვს. მე ვპირდები, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მთელი 50 სოფლამდე არის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, იცით თქვენ, 3 დაბა არის. თითო სოფელზე რო გადავაანგარიშოთ 10 ტრაქტორი და სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებული. ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ნებისმიერი სტიქიისთვის. თუნდაც აი შეხედეთ, მეოთხე დღეა, კარგი ამინდი გამოვიდა და 4 დღის წინ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა იმაზე, ხო, სანაპიროზე. მეოთხე დღეა კაცი შვილი მერიის სამსახურებიდან არ გამოსულა, სპეციალისტ სამსახურები, რომლებიც ამას უნდა უზრუნველყოფდნენ და არ დაალაგებულა ეს სანაპირო ზოლი. მიუხედავად იმისა, რომ კიდე არიან შემორჩენილი ტურისტები, აგერ ხედავთ და კაცი შვილი არ დაინტერესებულა ამით. რატო არ დაინტერესებულა? იმიტომ რომ ამას სჭირდება სპეციალური ტექნიკა, ამას სჭირდება ადამიანები, რომლებიც ამით უნდა იყვნენ დაკავებულები, რომლებიც ფიზიკურად არ ყავთ. ეს ადამიანები დადიან მხოლოდ დაჯარიმებებზე, აინტერესებთ მხოლოდ თავისი პირადი ინტერესები და მთელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუშაობა მთელი 13 წლის განმავლობაში გადასული არა მშენებლობის ნებართვების გაცემა, რომ აშენდეს პირველ ზოლში აი ეს საშინელება, შენობები, მშენებლობის წინააღმდეგ ვინ არის? არავინ. მე არა ვარ პირადად, მაგრამ პირველ ზოლში აი მაღალ სართულიანი შენობების აშენება არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ რომ ამით ჩვენ გვყავთ ქალაქის განვითარების პოტენციალი სამომავლოდ, ხო? აღარ ხდება ჰაერის მიმოსვლა იმის ეკოლოგიურად ძალიან ცუდი არის და ამიტომ მხოლოდ ამით არიან დაკავებულები. რომ აშენონ უკანონოდ პირველ ზოლში, რომ მოუკლან ქალაქს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, როგორც არის მოკლული ბათუმში და როგორც არის დაბეტონებული თბილისში. ფაქტიურად, ურბანული გენოციდი ქობულეთში უკვე დაწყებულია. რამდენი სტიქია, რამდენი ღვარცოფი და რამდენი რამე გვინახია ზღვაზე, მაგრამ ესეთი რაც აი ამ 3-4 დღის წინ მოხდა, არასდროს არ მომხდარა. ვინაიდან მთელი დინარეების კალაპოტები განადგურებულია იმ უკანონოდ ინერტული მასალების მოძიებით და გამომუშავებით და გამოფიტვით დინარეების, რომელიც ხარდება მერე უკვე იმ უკანონო მშენებლობებს, რაც ხორციელდება აჭარის რეგიონში. ამ ეკოსისტემის აღდგენას 100 წელი დაჭირდება, რომ დინარემ ისევ აღიდგინოს ის თავისი პირვანდელი სახე და ეს ინერტული მასალები
მასალები ანუ ისევ შეივსოს. მაგრამ ამას ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ყველამ იცის თუ ვინ ახორციელებს ამ სამუშაოებს და ვინ აკეთებს ამ მავნებლობას ქვეყნისთვის. მაგრამ არავინ არ ამბობს ვინ არიან ეს კონკრეტული ადამიანები და დარწმუნებული ვარ, მალე მოვა ის დრო, რომ ყველას მოეკითხება ამ 13 წლის განმავლობაში თუ რამდენი მავნებლობა აქვს ჩადენილი და რამხელა ბოროტება აქვს ჩადენილი თავისი სამშობლოსთვის. მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებზე მისვლას, 4 ოქტომბერს მივიდნენ და გააფერადონ ცხრიანი. მე მინდა ბატონო ჯემა ისტორიაში პირველი მერი ვიყო პოსტსაბჭოური მმართველობის პერიოდში, რომელსაც არ დაყობს თავისი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს სხვადასხვა პარტიის მიმდევრებად. ანუ ჩვენი მმართველობის პერიოდში აღარ იქნება აქცენტი გადატანილი, რომ ზოგი ქოცია, ზოგი ნაცია, ჩემთვის ეს პირადად მიუღებელია. ყველა ადამიანი თავისი განათლებით, თავისი პატრიოტიზმით, თავისი შრომის უნარიანობით უნდა იყოს გამოყენებული ამ ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მუნიციპალიტეტის საშენებლად და გასანვითარებლად. არანაირი დაყოფა, დისკრიმინაცია აღარ იქნება ამასთან დაკავშირებით. ასევე მინდა მოუწოდო ახალგაზრდებს, ჩემო ძვირფასო, ზოგი შვილისწოლა, ზოგი ცოტა უფროს, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მობრძანდით, გააფერადეთ ცხრიანი, ვინაიდან უამრავი პროექტი, უამრავი შესაძლებლობა მოგეცემათ თქვენი ნიჭის, ენერგიის და განათლების გამოსახატად. დღეს მოკლულია ყველანაირი ახალგაზრდული მოძრაობა ქობულეთში. მოკლულია ყველანაირი სპორტული ღონისძიება ქობულეთში. ის რაღაცა პატარ-პატარა ღონისძიებებს რაღაცა რო იწყვიან კარტინგისთვის რო აკეთებენ, ეს ხო ყველაფერი ბლეფია, ეს ხო ყველაფერი ტყუილია, ვინაიდან 5 წლის წინ დაპირებული სპორტ კომპლექსის მშენებლობა გაკეთებული არ არის, ხო? დაკვირდა რიჟვაძე ბატონი თონიკე 5 წლის წინ. ყველაზე უარეს გეტყვით, არავის დაპირება არ გვინდა, რაც გქონდა ისიც მოგვიკლეს. მთელი ქობულეთის საამაყო გუნდი ჩვენი საფეხბურთო შუქურა გაანადგურეს, მოსპეს, აღარ არსებობს გუნდი. მე ვპირდები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებებს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ აღვადგენთ გუნდს შუქურა საფეხბურთო გუნდს ჩვენი მუნიციპალიტეტის სიამაყეს და გვპირდებით რომ 4 წლის თავზე შუქურა უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება და ითამაშებს უმაღლეს ლიგაში, იმიტომ რომ ამაკ საფეხურებია გასასვლელი ვიწევთ ქვედა ლიგებიდან და მე 4 წლის თავზე შუქურა ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. გარდა ამისა პარალელურად იცით ბატონო ჯემა თქვენ რომ მე უამრავი სპორტული ღონისძიებები გვაქვს ჩატარებული, რამოდენიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი და თვე არ გავა რომ ქობულეთში არ ჩატარდეს სპორტული, შემეცნებითი, კულტურული, მუსიკალური ფესტივალები, ღონისძიებები, შეჯიბრებები. რაზეა საუბარი? დამატებით შემოსავალს კი არა, დამატებით სტიმულს მისცემს ადამიანებს, რომ იშრომონ, დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება, დამატებითი დრო გაჩნდება ქობულეთში, რომ მარტო ორთვიანი ივლისი-აგვისტოს ქალაქი კი აღარ იქნება, მთელი წლის განმავლობაში ქობულეთი იქნება განათებული, ქობულეთი იქნება შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიო მედიის ცენტრში. ძირითადად ჩემი პრიორიტეტები და ჩემი გუნდის პრიორიტეტები გამარჯვების შემდეგ ისევ იქნება განკუთვნილი თითოეული ქობულეთელის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანზე. ყველა მიიგრძნონ, რომ მოდის ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება. პირველი იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა. კარდაკარი სიარულის პერიოდში დავდივარ სოფლებში, ბარში, ქალაქში, ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის არახარისხიანი ჯანდაცვის მოხმარებას. მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვასთან, ხო? და ჩვენ ეს იქნება პირველი პრიორიტეტი, რომ სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ადამიანები უნდა უზრუნველყოფილები გვყავდეს ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე პრიორიტეტი არის, რომ ადამიანი, რომლებიც ცხოვრობს სოფლად და მისი ძირითადი შემოსავალი არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მომკილი მოსავალი, უნდა იყოს გარანტირებული და დაზღვეული იმით, რომ ის გაასაღებს თავის მოსავალს. თხილის პრობლემა, როგორ რამხელა პრობლემა არის, ხო, ადამიანები რამხელა შრომა აქვს ჩადებული და როგორ მიზერულ ფასად უწევთ ჩაბარება. ჩვენი ტრადიციული ციტრუსები, ხო, 20 თეთრიანი სუბსიდირება ნამდვილად არ არის საკმარისი ფერმერი ადამიანისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ არა 100 ქარხანა და რაღაც ესეთი ტყუილების დაპირება, რამოდენიმე სამაცივრე კომბინატის აშენება.
გარდა ამისა, მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს ნაფიქრი აქვს ქალაქში ესოდენ მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების ბედზე. ამბობს, რომ პრობლემა ევროპის სხვა ქალაქების მსგავსად მხოლოდ მათზე მზრუნველობით მოგვარდება და არა აგრესიით. როგორც პაატა ცივაძე გვარწმუნებს, კარდაკარ შეხვედრების დროს მუნიციპალიტეტის განაპირა სოფლების, კერძოდ აჭისა და ჯიხანჯურის მოსახლეობა უტრანსპორტობას უჩივის, რაც მისი მერად არჩევის შემთხვევაშივე მოგვარდება. უფრო მეტიც, როგორც ბატონი პაატა გვპირდება, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. პრიორიტეტებს შორის ლელოს კანდიდატი ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად განკარგვასაც ასახელებს. ამბობს, რომ ყველა სოფელში აშენდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, რომლებიც ჩაბარდება დანიშნულ სპეციალისტებს და ამით ხელი შეეწყობა რეალურად დასაქმებას და სპორტის ახალი სახეობების დანერგვას. სპეცტექნიკის შეძენა და საჭირო მანქანების მძლავრი პარკის მოწყობა, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა და მუნიციპალიტეტის სისტემაში განათლებული, ღირსეული და შრომას მოწყურებული ადამიანების დასაქმება. სოფლისა და ქალაქის განვითარებისათვის თანაბარი პირობების შექმნა. საზღვაო ქალაქში სპეციალური თევზმჭერი გემების ნავსადგურის გაკეთება და თევზის მეურნეობის აღორძინება. ქაოტურად მიმდინარე მაღლივი კორპუსების მშენებლობების აღკვეთა, მიწის კანონიერი პრივატიზებისათვის ხელშეწყობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალისება, კურორტ ქალაქის ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობა. ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში პაატა ცივაძე პირდება ამორჩეველს, თანაც უმეტესად საბიუჯეტო თანხების ხარჯვის გარეშე. საერთაშორისო დონორების ფონდები, როგორ მოვიზიდოთ საერთაშორისო გრანტები, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ ის ადამიანები, ვინც ამის ფინანსურ უზრუნველყოფას გაგვიკეთებენ, თვითონ იქნებიან დაინტერესებულები, რომ რაც შეიძლება ხარისხიანად, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში გაკეთდეს ეს ყველაფერი, ვინაიდან როცა კორუფცია და როცა ნეპოტიზმი არის, ეს სპეციალურად ხდება თანხების გაზრდა, ვადების ხარისხის შემცირება. ამიტომ მერწმუნეთ, რომ ერთ წელიწადში ადამიანები უკვე იგრძნობენ რადიკალურ, ანუ თვისობრივ განსხვავებას გუშინდელ ქობულეთსა და ქობულეთს იმას, რომელსაც მშენებლობა ჩვენ დავიწყებთ 4 ოქტომბრის შემდეგ. ბატონო ჯემალ, მე და თქვენ იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლებიც 9 აპრილს, 99 წლის 9 აპრილს რუსთაველზე ვიდექით და შიმშილობდით და ვებრძოდით იმ კომუნისტურ რეჟიმს. ვერ წარმოვიდგენდით მართლაც 36 წლის თუ ჩვენ სამშობლოში ისევ ისეთი ხელისუფლება მოვიდოდა, რომლებიც შეეცდებოდა ჩვენი ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას. მაგას ვერც ერთი ჩვენთაგანი მაგ დროს ვერ წარმოვიდგენდით და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც გვახსოვს 9 აპრილი, რომლებიც მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას იდეალებზე ვართ გაზრდილები და მერაბ კოსტავა ამბობდა თვითონ, რომ შეიძლება ჩვენ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ დამოუკიდებლობისთვის, შენარჩუნებისთვის მუდმივი ბრძოლა საჭირო. და ბოლოს მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩემ ძმებს, ვეფხო კასრაძეს, ვასილ კარძელაშვილს, პოლიტ პატიმრებს, სინდისის ტყვეებს. მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ქალბატონ ზია ამაღლობელს, მეგი დიასამიძეს, ყველა იმ ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც დაჩაგრა ამ დანაშაულებრივმა სინდიკატმა, არიან პოლიტი პატიმრები, უპირობო მხარდაჭერა ჩემი მათი და მალე, ძალიან მალე განთავისუფლდები თქვენ და თქვენს ადგილს დაიკავებს ისინი, ვინც მართლაც ნამდვილად მაგ უნდა ისხდნენ. ეს გახდათ პაატა ცივაძე, მერობის კანდიდატი პარტიისაგან ლელო საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის, ერთობლივი კანდიდატი, რომელსაც ასეთი პროგრამა აქვს ჩვენ. რა თქმა უნდა ვცადეთ დაკავშირება ქართული ოცნების მმართველი პარტიის კანდიდატ ირაკლი ცეცხლაძესთან, რომლის პროგრამაც გვინდოდა წარმოგვედგინა თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მასთან კომუნიკაცია. ამით გადაცემა დასრულდა, გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.